თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გენდერის საკითხებში მრჩეველი ჰყავს. ამ მოვალეობას რუსუდან კერვალიშვილი ასრულებს. ჩემთვის იქნება ძალიან დიდი პატივი, თუ ნამდვილად შედგა ისეთი საკითხების მიმართ მუშაობა, როგორიც არის მრჩევლის სტატუსი გენდერთან დაკავშირებით, რადგანაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია ეროვნული სამოქმედო გეგმა გენდერული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს მეინსტრიმინგს, ჯენდერულ მეინსტრიმინგს და გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელება რეალურად შეუძლებელია მოხდეს ისე, თუ აღმასრულებელ სტრუქტურებში ყველგან არ მოხდეს შესაბამისად შეფასება იმისა, თუ არის თუ არა გენდერი გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებაში. რამდენადაც დაცულია ქალი საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვადასხვა სახის ძალადობისაგან. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც კერვალიშვილი აპირებს მუშაობას. მისი თქმით, ქალთა მიმართ გარკვეული შეურაცხყოფა ტრანსპორტში ხშირად ხდება. ტრანსპორტში გარკვეული შეურაცხყოფა სამწუხაროდ ალბათ ნებისმიერ გოგონას, ნებისმიერ ქალს უგრძნია და იციან ეს რას ნიშნავს. და მე ძალიან, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, თუ კი შესაძლებელი გახდება, რომ ყურადღება იყოს გამახვილებული ისეთ საკითხებზე, როგორიც არის შესაბამისად სქესის ნიშნის გათვალისწინება ტრანსპორტში გადაადგილების დროს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ადმინისტრაციული წესით დასჭად იქმედება, ამას სჭირდება შესაბამისი მოკვლევა ინიციატივა და ერთ ქალაქში მაინც რომ განხორციელდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჰარასმენტი საზოგადოებრივ ადგილებში. არის ქვეყნის სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლის, რა თქმა უნდა, საქართველოს კონტექსტში შესაბამისად მოკვლევა და განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გენდერის თემატიკაზე მომუშავე სპეციალისტები მერიაში ახალი თანამდებობის შექმნას მიესალმებიან. მაია კუპრავა მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივების განხილვას თავად ეროვნული სამოქმედო გეგმაც ითვალისწინებს. ჩვენ ვამბობთ, რომ გენდერული საკითხი ეს არ არის ცალკე გამოყოფილი საკითხი, ის უნდა ინტეგრირებული იყოს ყველა საქმიანობაში და მით უმეტეს თუ ამას ვამბობთ და მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, ტრანსპორტიც არ არის გამონაკლისი. უბრალოდ რამდენად ნომერ პირველი ამოცანა იყო, ეგ არ ვიცი, მაგრამ თუნდაც რატომაც არა ამ ადგილზე და ამ დეპარტამენტში. რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრები ჯერ არ ჰქონია. ამჟამად ის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომლის შესაქმნელადაც გენდერის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებთან აქტიურ კონსულტაციებს გადის.